სუბსიდირების პროცესიდან სახელმწიფო ეტაპობრივად უნდა გავიდეს. ამის შესახებ დღეს განცხადება ბიზნეს კონტრაქტის ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა გააკეთა. თუმცა სააგენტოს თავმჯდომარის კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. სამანიშვილის განმარტებით პირველი ნაბიჯები სუბსიდიის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკვე გადადგმულია. ნაბიჯის გადაიდგა ფასი უახლოვდება ნელ-ნელა საბაზრო ფასს, ბიზნესი და ხელისუფლება თან ხვდება იმაზე, რომ ნელ-ნელა სუბსიდიიდან უნდა გავიდეთ, თან ხვდება იმაზე, რომ უცებ გასვლა არ შეიძლება, ეს უბრალოდ არეულობას გამოიწვევს ბაზარზე და ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც კერძო სექტორის, როგორც ბიზნესის, ასევე მევენახის, მეღვინის, ყველასი არის, რომ იყოს სტაბილური ფასი და არ ითამაშოს. რაც ძალიან ისე მავნე არის, შესაძლოა კლება ხოცავი თავისთავად მოგეხსენება, ცუდი, მაგრამ ფასების ამონამაც ძალიან ტარიფები რეალურად არ შედის არავის ინტერესში, რა თქმა უნდა. აჩვენის ბიზნესის ინტერესს. შესაბამისად, წელსაც მიზანი და მიზეზი, რო თქვა სუბსიდია როგორ განისაზღვრა, როგორ დაითვალა, ის რომ იყო ის რომ გააკეთა ანალიზი ბაზრის, მოთხოვნილება წელს 5 წელზე გაზრდილია შაშანელთან შედარებით.